მოგესალმებით. განვაგრძობთ Excel-ის ვიდეო გაკვეთილებს. ამ გაკვეთილში განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება მონაცემებზე დიაგრამის აგება. მოცემული გვაქვს ცხრილი, რომელიც შედგება 4 ველისაგან. ფირმით დასახელება გვაქვს 4 ფირმა, შემოსავალი, გასავალი და მოგება. მოგება წარმოადგენს შემოსავალს გამოკლებული გასავალი. მოდით ამ ცხრილის საშუალებით ავაგოთ დიაგრამა. ამისათვის უნდა მოვნიშნოთ ცხრილი. გადავიდეთ Inserts ჩანართში და ავირჩიოთ ჩარტი. შედეგად გამოვა Insert დიალოგური ფანჯარა, რომელიც შეიცავს დიაგრამებს. არსებობს რამოდენიმე კატეგორია დიაგრამები, შეგვიძლია გავაკეთოთ წრიული დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა და ასე შემდეგ, სხვადასხვა სახის დიაგრამები. მოდით ავირჩიოთ ერთ-ერთი დიაგრამა და დავაჭიროთ OK ღილაკს. შედეგად გამოდის არჩეული დიაგრამა. და მოვმართოთ ეს დიაგრამა. შევუცვალოთ დიაგრამას სახელი და დავარქვათ დიაგრამა 1. ასევე შეგვიძლია დიაგრამას დავამატოთ რაიმე მონაცემები, ვთქვათ დავამატოთ ღერძები, დავაწეროთ სვეტებს ზემოდან მონაცემები და ასე შემდეგ სურვილისამებრ. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ დიაგრამის სტილები, ავირჩიოთ სხვადასხვა სტილი, ან ავირჩიოთ სხვადასხვა ფერი, შევცვალოთ ფერები. ამას გარდა დავამატოთ ან ამოვშალოთ მონაცემები, ვთქვათ გვინდა ვნახოთ კონკრეტულად ერთი ფირმა, ერთის მოგება, ან ფირმა 2. და ასევე აქედან შეგვიძლია შევუცვალოთ სახელები რედაქტირების ღილაკის საშუალებით. თუ არჩეული დიაგრამა არ მოგწონს, შეგვიძლია დავბრუნდეთ Insert ჩანართში და მოდი ავირჩიოთ წრიული დიაგრამა. OK ღილაკს. წრიულ დიაგრამაზეც ანალოგიურად პროცენტებით არის მოცემული რაოდენობა, თუ რომელში რამდენი შემოსავალი, გასავალი და მოგებაა. ეს რაც შეეხებოდა თუ როგორ შეიძლება დიაგრამის აგება და შემდეგ გაკვეთილზე განვაგრძობთ ცხრილებზე ფორმატირება და სორტირება.